მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდი მომდევნო ვიდეოთი. დიახ მეგობრებო, დავბრუნდი თამაში, რომელიც ერთ თვეზე მეტია აღარ მითამაშია და მიზეზი ის არის, რომ ეს თამაში უბრალოდ განადგურდა, გამოდის ძალიან მოსაწყენი განახლებები და ყველა მუღამი წაართვეს საერთოდ ამ თამაშს, რაც კი ქონდა, ამიტომ საერთოდ კონტენტიც კი არ იყო არაფერი რომ გადამეყო. დაახლოებით ერთი თვეა რომ ჩემს არხზე ვიდეო არ ყოფილა, ეს ყველაფერი არის 70% Brawl Stars-ის ბრალი და 30% სიზარმაცის ბრალი. Დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრო ახალ განახლებაზე, რომელიც გაილიქა წინასწარ Brawl Talk-ამდე და განვიხილავ ამ აპდეიტს. ემატება ორი ახალი უფასო ბრაულერი და ასევე ამ აპდეიტზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული Brawl Stars-ის ჩემ არხზე გაგრძელებასთან დაკავშირებითაც და ზოგადად Brawl Stars-ის მომავალზეც. Brawl Stars-ი მაქსიმალურად ეცდება ამ მომდევნო რამდენიმე აპდეიტებით რომ გააცოცხლონ ეს თამაში, მაგრამ რამდენად გამოვუათ მათზეა დამოკიდებული. აუცილებლად შეგახსენებთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რაც მე მოტივაციას მომცემს რომ გავაგრძელო ვიდეოები, ჩვენ კიდევ უკვე დავიწყებთ აპდეიტის განხილვა. მოდი დავიწყოთ ყველაზე მთავარი რაღაცის, რაც ამ აპდეიტზე გამოვა და ეს არის კიდევ ერთი კოლაბორაცია. დიახ მეგობრებო, როდესაც Brawl Stars-ი თავის პიკ პერიოდში იყო, როდესაც გამოდიოდა SpongeBob-ის კოლაბორაცია, სამისანო შოუდაუნი და ასე შემდეგ, მაშინ იყო თამაში ყველაზე სახალისო და ძალიან მაგარი. ისინი კვლავ აგრძელებენ კოლაბორაციებს და ახლა გამოვა Subway Surfers-ის კოლაბორაცია. თუ რაღაცნაირად Subway Surfers-ის შესახებ არ იცით, ეს არის უბრალოდ ტელეფონის თამაში, რომელიც არის ძალიან ძველი და ლეგენდარული. ამ Subway Surfers-ის განახლებაში გამოვა უამრავი სკინები, რომლის დაგდებაც შეგიძლიათ ახალი ყუთებიდან, რომლებიც დაემატება ამ აპდეიტზე. დაახლოებით იმ სტილში, როგორც ანგელოზების და დემონების ივენთი იყო. ამ ყუთების გახსნას შევძლებთ სპეციალური Subway Surfers-ის მოუდზე, რომელ მოუდეც სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი რა ხდება, აპდეიტი გაილიქა, ოღონდ მხოლოდ გაილიქა ბრაულერები და მსგავსი მთავარი რაღაცეები გაილიქა და ეს ელემენტარული მოუდების სკინები და რაღაცეები ჯერ არ გამოსულა. ამ ყუთებიდან შეგვეძლება ყველაფრის დაგდება, შეგვეძლება სკინების დაგდება და ასევე სპრეიების და რაღაცეების დაგდებაც. ჩვეულებრივი ბოქსებივით უმუშავებს, უბრალოდ განსხვავებული გახსნის ეფექტები ექნება, თითქოს სპრეით ღებავს რაღაცას უშვება და ეგრე ხსნის. ყუთებზე საუბარი გვეყო, ახლა კიდევ გადავიდეთ ჩვენს ბრაულერებზე. როგორც ვიდეოს სათაურიდან გაიგეთ, ემატება თამაში ორი უფასო ბრაულერი, როგორი სტილით შევძლებთ ამ ბრაულერების უფასოს აღებას, ოღონდ ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ბრაულერი არის მია თუ რაღაც მსგავსი დამავიწყდა მაგ ბრაულერის სახელი, მაგრამ ეკრანზე თქვენ ხედავთ. ეს ბრაულერი იქნება Mythic Assassin ბრაულერი. ეს ბრაულერი იქნება სხვა შორის ძალიან განსაკუთრებული. იმ მხრივ რომ მას ექნება სამი სხვადასხვანაირი ტყვის მექანიკა. ეს ბრაულერი თავისი პირველი ტყვით გაისვრის long range ტყვიას, როგორც დაახლოებით აქვს Mace's Piper's და ასეთ ბრაულერებს. ამ ტყვით დააკლებს 1600 HP-ს გამაქსულზე. მეორე ტყვით ის გაისვრის შედარებით საშუალო range-ის ტყვიას და ის დააკლებს 2800, რაც თითქმის ორჯერ მეტია პირველ ტყვიაზე. მესამე ტყვით კი ის გაისვრის ახლო range-ის მქონე დიდ ტყვიას, რომელიც დააკლებს 4400 HP-ს. ჯამში ძალიან ძლიერი ბრაულერი ჩანდა საკმაოდ სახალისო, ასევე ყოველი ტყვის გასროლის დროს ეს ბრაულერი აქეთ-იქით დახტუნავს. თავისი ტყვიები აძლევს knockback-ს, მოკლედ რომ ვთქვათ. მისი სუპერი არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სუპერი, რაც კი ნანახი მაქვს, მაგრამ საკმაოდ ძლიერი სუპერიც არის სხვათა შორის. საკმაოდ scale range-ზე აკეთებს ტორნადოებს, რომელიც აგდებს მოწინააღმდეგეს ჰაერში. ეს მისი სუპერით დააკლებს 2000 HP-ს და მოწინააღმდეგე ბრაულერს დაახლოებით 2 წამით ააგდებს ჰაერში. როდესაც ეს ბრაულერი ჰაერში იქნება, ტყვიები არ გაუსპამოთ, რადგან ფიზიკურად ვერ დააკლებთ, სანამ მიწაზე არ დაეცემა. ეს ბრაულერი თავისი პირველი გაჯეტით შეიქმნის ფარს გარშემო, რომელშიც თუ დადგება, არანაირი HP არ დააკლდება. იმ შემთხვევაში თუ thrower-ები არ ესვრიან ზემოდან ბომბებს. ეს ბრაულერი თავისი პირველი star power-ით ასევე თავისი ყოველი მესამე ტყვის გასროლის დროს დაიხილება 2200 HP-თ მეტს, რაც ძალიან უფია. მაგრამ ის ასევე თავისი მეორე გაჯეტით ის თავის მეორე გაჯეტს გაიაქტიურებს და სუპერს მოარტყავს მოწინააღმდეგეს, მას მეორე სუპერი მაშინ მიაევსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორჯერ ააგდებთ მოწინააღმდეგეს ჰაერში და თან პლუს 4000-ს დააკლებთ. ისი მეორე star power-ით კი, როდესაც თქვენ სუპერს გამოიყენებთ და მას ჰაერში ააგდებთ, უბრალოდ ერთ ადგილზე გაყინავთ, როდესაც დაეცემა. მეორე ბრაულერზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ხვალ უკვე იქნება ამ ყველაფერზე ინფორმაცია და ხვალაც დავდებ ამ ბრაულერზე ვიდეოს. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ Brawl Stars-ი უკუსლას არ გააგრძელებთ და ამ აპდეიტით მაინც გამოვუათ რამე.
დამიჯერეს მე ვარ ალბათ საქართველოში ის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად უნდა რომ ეს თამაში არ მოკვდეს და გააგრძელოს ამაზე კონტენტის გადაღება, იმიტომ რომ დაახლოებით უკვე 8 წელია ვთამაშობ პრინციპში და ძალიან დიდი ნაწილი იყო არხიც. ამით დავიწყე ყველაფერი. Brawl Stars-ის მივაღწია ამ არხზე, მაგრამ ხო, თუ ყველაფერი უკუსლის წაბა Brawl Stars-ისთვის მომიწევს რომ კონტენტი შევცვალო. გავდოდოთ განახლებას, ჩვენ კიდევ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. ნახვამდის.